როგორც ჩანს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველაზე მეტად უჭირს ქართულ განათლების სისტემას, რაც დაადასტურა ბოლო მონაცემებმა. 25-30% აბიტურიენტების ჩაიჭრა მხოლოდ ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი პროფესორებისთვის და მათი ზუსტი ციტირება რომ მოვახდინოთ, ლაბორატორიებში წელიწადში ერთხელ ექსკურსიასავით თუ კი არ შეიყვანენ მოსწავლეებს, მასწავლებლები და თუ კი უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა იქნება, ასეთი მძიმე შედეგი აღარ დადგება. პროფესორების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო მეტად გაშიშულდება ქართული განათლების სისტემა იმ დეფორმის ამოქმედების შემდეგ, რომელიც გასულ თვეებში დაანონსა ქართულმა ოცნებამ. პროფესორები, ადამიანები, რომლებიც თაობებს ზრდიან, ამბობენ, რომ ეს არ არის არც სტუდენტების და არც აბიტურიენტების პრობლემა, ეს არის განათლების სისტემის პრობლემა, რომელსაც ვერ აუმჯობესებს და უფრო მეტიც აუარესებს ქართული ოცნება. პრობლემა არანაირად არ გადაიჭრება, თუ კი სახელმწიფო 12 წლიანის ნაცვლად 11 წლიანს გახდის სწავლას და ვიცით, რომ რეფორმით ეს ნაწილიც არის დაანონსებული, ანუ სწავლების ხარისხი ამით ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება, ამავდროულად სწავლის ხარისხი ვერ გაუმჯობესებს მე-11 კლასში ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმის შემოტანა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ის მასწავლებლები, რომლებიც თქვათ ვერასწავლიან და მათი მოსწავლეები იჭრებიან დღევანდელ დღეს ეროვნულ გამოცდაზე, მე-11 კლასში რეპეტიტორიუმში სწორედ იგივე მასწავლებლები ხვდებათ, ხომ? თუ კი მოსწავლე დაინტერესებულია და დადის სკოლაში, ცდილობს თქვათ გაიღრმავოს ცოდნა, რაც ვთავაზობთ, ხომ? მას არაფერს სერიოზულს, მას არ აქვს, მის მასწავლებელს უბრალოდ არ აქვს საკმარისი რესურსები, ხარისხიანი რესურსები, ლაბორატორიები, თქვათ საბუნებისმეტყველო საგნისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი. ასევე ხშირ შემთხვევაში არის გამოკეტილი, თუ კი საშუალო ასაკი მასწავლებლების დიდი ხანია გადაცდა 50 წელს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისი საკადრო და ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე უნდა ვზრუნავდეთ და ამის სანაცვლოდ აკეთებს სამინისტრო იმას, რომ უნივერსიტეტებს არანაირად არ უწყობს ხელს იმაში, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამები ბევრად უფრო დახვეწოს, გააუმჯობესოს და იმ უნივერსიტეტს, რომელიც არის საუკეთესო ამ მიმართულებით, საერთოდ დახურვა ემუქრება ამ რეფორმის პირობებში, ხო, ვლაპარაკობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე. მათემატიკაში მე წლიდან წლამდე, აი ყოველ წელს, ეს არ არის ისე, რომ თქვა რაღაც წლები ჭირდება. ყოველ წელს ვხედავ, როგორ უარესდება, თქვა, აი სკოლაში მიცემული ცოდნის შედეგი. ბატონმა კობახიძემ უთხრა ბიოლოგიის სპეციალისტს ერთ-ერთი იმის დროს, რომ ბიოლოგია თქვენზე უკეთესად ვიცი, ანუ როდესაც ადამიანს იურისტს აქვს პრეტენზია, რომ ბიოლოგზე უკეთესად ესმის ბიოლოგია, ის შემდეგ თქვა გადაწყვეტილებას ბიოლოგიაშიც მშვენივრად მიიღებს და შედეგი ზუსტად აქედან არის, რომ თქვა იგივე ბიოლოგია ერთ-ერთი ისეთი საგანია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო სავალალო შედეგია. მაშინ, როდესაც კომპეტენციის ზღვარი უკიდურესად დაბალია, რატომ ჩაიჭრა ამდენი აბიტურიენტი ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში? ეს კითხვა დავუსვით სხვებსაც. ცხადია, პროფესორების გარკვეული ნაწილი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ამ საქმესთან დაკავშირებით. არსებობს მოსაზრებები მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ქართული ოცნების პირობებში გაცემულია დავალება, რომ მიზანმიმართულად მოხდეს აბიტურიენტების ჩაჭრა, იქიდან გამომდინარე, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლა ვერ შეძლოს ბევრმა სტუდენტმა და ამით ქართული ოცნების პირობებში განათლების სამინისტრომ დაზოგოს თანხები და ასევე ეს ადამიანები იხსენებენ მათ შორის გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გაშვებულ 50 თანამშრომელსაც. რამდენიმე ვერსია არის დომინანტური ამ პროცესში და იხსენებენ იმასაც, რომ შესაძლებელია ვერ შედგა სათანადოდ ეს ტესტები, რომელიც უნდა ადესტურებდეს ამ ბავშვების კომპეტენციას, ამ აბიტურიენტების და გარდა ამისა, იმ ტექნიკურ დეტალებსაც გვიყვებიან, ამბობენ, რომ სანამ ეს ტესტები მომზადდება, უნდა გაირკვეს თაობის დონე განათლების თვალსაზრისით და შესაძლებელია, რომ არსებობდეს ხარვეზები მაგალითად ამ თვალსაზრისითაც. თუ სკოლა არ შეცვლილა, მასწავლებლები არ შეცვლილა, პროგრამა არ შეიცვალა, სახელმწიფოები არ შეიცვალა, რეპეტიტორები არ შეიცვალა, მაშინ რა შეიცვალა? ეს კითხვა უნდა დავსვათ, რატო ჩაიჭრა უფრო მეტი და შეიცვალა პოლიტიკა. პოლიტიკა შეიცვალა ორი კუთხით. ერთი არის, რომ უფრო საინტერესო გახდა აბიტურიენტებისთვის საჯარო უნივერსიტეტებში ჩაბარება, სადაც
უფრო ხშირად ბარდება ხოლმე ეს საგნები და მეორე სახელმწიფოს არ უნდა რომ ჩააბაროს ბევრმა ადამიანმა უმაღლესში, იმიტომ რომ მაშინ მოუწევს მათი დაფინანსება. დაახლოებით 50 ადამიანი გამოაგდეს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან. ხო და აი ამ სამი ფაქტორიდან ახლა რომელმა იმოქმედა იმაზე რომ უარეს შედეგები მივიღეთ და უფრო მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა, ამაზე უნდა უპასუხოს თავად ხელისუფლება, ხო? ანუ იმის გამო ჩაიჭრა რომ არ უნდათ რომ ჩააბარონ იმის გამო ჩაიჭრნენ რომ ტესტები არასწორად იყო შედგენილი, იმიტომ რომ თანამშრომლები გამოუშვეს, თუ კიდე რაღაც სხვა რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. ანუ ბატონო სიმონ, შეიძლება არსებობდეს ვარაუდი დაეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების დავალებით მიზანმიმართულად ჭრიან აბიტურიენტებს, რომ უფასო სწავლის პრივილეგიით ვერ ისარგებლოს ბევრმა სტუდენტმა? 2005 წლიდან, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოვიდა, რამდენი ადამიანი ჩაიჭრება ამ გამოცდებზე არის ყოველთვის პოლიტიკურად განპირობებული. ეს არ არის არც დაკავშირებული არც უნივერსიტეტის მზაობასთან, ამას არ წყვეტენ უნივერსიტეტები, ამას არ წყვეტენ მეცნიერები, ამას წყვეტს საბოლოო ჯამში სახელმწიფო. აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესორები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ გააცნობიეროს, რომ მისი განათლების რეფორმა რეალურად არის დეფორმა და კიდევ უფრო მეტად შეუქცევადი ზიანი არ მიაყენოს ქართულ განათლების სისტემას, თუმცა თავადვე არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ეს მოწოდება დარჩება მოწოდებად და ბიძინა ივანიშვილის გუნდი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და ჩააყენებს იმ აბიტურიენტებს, რომელთა მშობლებსაც შეპირდნენ, რომ უფასო განათლება ექნებოდათ, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ვციტირებ, ამით თვალებში ნაცარი შეაყარეს საზოგადოებას და უფრო ეტაპობრივად გრძელვადიან პერიოდში და პერსპექტივაში გამოჩნდება, თუ რამდენად საკუთარ თავზე მორგებულია ქართულ ოცნებაზე ეს განათლების დეფორმად წოდებული რეფორმა.